დღეიდან 5 სექტემბრის ჩათვლით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას იწყებს. სააგენტოს ცნობით აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა. პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ. სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა. სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს. მოქალაქეები, რომელთაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს. მოქალაქეები, რომელთაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა. აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მეათე სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება. ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. სოვრეთში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზაფხულში გვალვების დროს, როცა წყლის მარაგი მნიშვნელოვნად იკლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანგრძლივი გვალვის შემთხვევაში ადგილზე წყლის მოპოვება თითქმის შეუძლებელი ხდება და მის მოსატანად კილომეტრების გავლა უწევთ. ზორვეთში ვარ მე უკვე 71 წლიდან. ასე იძახიან გავაკეთებ, ჯერ არაფერი გაკეთებული. ვართ უწყლოთ. რითივსეთა აქ ჭალატყეში დადეს ხალხი დასალევ წყალზე რიგები დგას იქა ბალონებით და თუ არა და აქ ვისაც აქ ჭა და ის ჭების ის მარილიანი წყლებია ძალიან ჭები ვისაც გვაქვს ძალიან მარილიანი და წყალს ვერ მოვესწარით რომ მოგვივიდეს წყალი სულ არის რაც მახსოვს მე ეს პრობლემა წყალი აქ არ ყოფილა და არ ვიცი რა იქ პატრონები ვინც არის ვისიც არის ახლა შეიძლება ეზოში გაიგეთოს ჭა და როგორც ასეთი რომ აქ გამგეობიდან და იმედა დახმარებიდან არაფერი არ გაკეთებულა მასეთ არ მახსოვს რომ გაკეთებული იყოს ახლა მუშაობა რამდენი წელიწადი სოფელში პრობლემაა ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის აუცილებელი წყალიც უერთესი რა იქნება წყალს თუ გაკეთებენ სოფელს წყალი არ აქვს ენაცვალე ძალიან უჭირთ ხავს და საქონლის დასალევი სალეცხი წყალი არ აქვს უკვეთესი არაფერი იქნება. მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ზოვრეთში, არამედ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც აქვთ. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ. ზესტაფონი, სოფელი კვალითი, დასალევ წყლებს შორიდან ვეზიდებით იქაც რიგებში გვიწევს დგომა. სოფელი არ ვიცი, მაგრამ ქალაქ ზესტაფონში რომ წლებია გრაფიკით არის წყალი, სირცხვილია. მეორე სვირი, კატასტროფა, ზაფხული წყლის გარეშე. ზესტაფონის რაიონის სოფელი ცხენთარო, ჯანმრთელობის საფრთხეს წარმოადგენს ნამდვილად. მაგდენ სოფელს ვინ ჩამოთვლის? კითხვა პირიქით უნდა დაისვას. ვის არ აქვს წყლის პრობლემა? ამასობაში კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა, რომელიც 26 სოფლის წყალმომარაგებას გულისხმობს. სიაში 2 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელიც შედის, ზედა საქარა და ზოვრეთი. მეტი კონკრეტული ინფორმაცია კომპანიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რაც შეეხება ქალაქ ზესტაფონში მიმდინარე სასმელი წყლის ქსელის მშენებლობას, ჩვენ ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვეთ. შეტყობინებაზე გვიპასუხეს, რომ პროექტის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. დამატებით დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ლევან ალფაიძეს. გვეუბნება, რომ პროექტის გაჭიანურება მასში გარკვეულმა კორექტირებამ გამოიწვია და ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე სამივე რეზერვუარი გაიშვებს და ქალაქის მოსახლეობას წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ჩემამდე იყო პროექტის მენეჯერი, რომელმაც ეს სამუშაოები რაღაცები ჩაატარა და შემდეგ ლანჩხუთში გადავიდა ხა ის თემური. და შევცვალე მე მოვედი დაახლოებით 1-5 წელია და მოვედია. წები დაიმატა პროექტი გარეთ
ასეთი შეიქმნა სიტუაცია, რომ დაემატა რა პოლიტიკის გარეთ და ცოტა გაიწელა, მაგრამ პრობლემა არ არის. ამ წლის ბოლოსთვის სრულად ყველა სამივე რეზერვუარი გაიშობს და სრულად დაიწვითება ქსელი თელ ზესტაფონში. თელი ზესტაფონის მასშტაბით და იქნება 22 საათიანი ხალი. რაღაც პატარა დეტალები დარჩება, მაგრამ ეტაპობრივად გაგრძელდება სამუშაოები და საგარანტიო კიდე დეტალები და იმ წელს განმავლობაში ასე რომ ვთქვათ, პრობლემა ქსელთან დაკავშირებით და მოსახლეობას არ შეექმნება. პატარა დეტალები გაგრძელდება რა. საგარანტიო მანამდე კი ქალაქის მოსახლეობისთვის წყლის გრაფიკით მიწოდება რჩება დღის წესრიგში. სოფლებში არსებული პრობლემის გადაჭრამდე კი წლები იქნება საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა მოყვანის ბრალდებით არიან დაკავებულნი. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას 207 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 პრიმა მუხლის მესამე აქვე პუნქტით 260 მუხლის პირველი და 260 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს. ნათქვამია ინფორმაციაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროფესიული მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას იწყებს. კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომზადება გადამზადების პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ახალი უნარების გაძლიერებას და მათ სწრაფ დასაქმებას. კურსებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მასში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას ემსახურება და ახორციელებს ქვეყანაში უკვე მეხუთე წელია. დაარსების დღიდან საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ პროგრამების დაფინანსების და განხორციელების მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული მიმართულება გახლავთ პროფესიული მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსების დაფინანსება. სააგენტო უკვე თანამშრომლობს 30-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო კოლეჯთან. 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი განაცხადების მიღება. დაინტერესებულმა პროფესიულმა სასწავლო დაწესებულებებმა დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია, შესაბამისი წესით რა თქმა უნდა შევსებული, რომლის ჩამონათვალი შესაძლებელია იხილოთ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მომზადება გადამზადების კურსები საშუალებას აძლევს ადამიანებს უმოკლეს დროში შეიძინონ კონკრეტული პროფესია და ამ გზით მარტივად დასაქმდნენ. ჩვენ გასულ წელს აღნიშნულ კურსების დაფინანსების შედეგად გადავამზადეთ 3700-მდე კურსდამთავრებული და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული კურსების სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. წელს 6 თვის განმავლობაში უკვე შემიძლია ვთქვა, რომ 2000-მდე მსმენელი გვყავდა სხვადასხვა კურსებზე და სააგენტო ცხადია აგრძელებს საშემოდგომო მიღებას. ეხლა გვაქვს გამოცხადებული საშემოდგომო კურსებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონალურ ჭრილში, რომ კოლეჯები იყოს აქტიურად წარმოდგენილი და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლოთ კონკრეტული პროფესიის შეძენა და ადგილზე დასაქმება რეგიონში. თუ
თურქეთში ბალიქისერის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 81 წლის ქალი ქალაქ სინდიგირში ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მინისტრის თქმით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა და 29 ადამიანი დაშავდა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები დასრულებულია და სერიოზული ზარალის ან მსხვერპლის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება გაავრცელა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო ყურადღებით კონტროლდება.